ჩემს შვილს საბას გულისხმობ, მოსმენილი გაქვთ ალბათ ეს სიმღერა ჩემს გადაცემაში იყო იავნანას უმღეროდი თვალწინ სათნო კეთილი ნაზი და ლამაზი ქალი მედგა, რომელმაც იავნანა თავის შვილს დაუწერა, ანუ კომპოზიტორს გულისხმობ. უმღერა და მერე ყველა დედას გადაგვინაწილა თითქოს. მეგონა ამდენი სითბო მხოლოდ დედა შეიძლებოდა ქონოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ რა საოცარია, როცა მამა უმღერის შვილს იავნანას. არ ვიცი რამ და როგორ შეაძლებინა მამას შვილისთვის განსხვავებული, განუმეორებელი, ჯერ არ გაგონილი იავნანის დაწერა. მერე საწოლთან ჩამომჯდარი იყო და ემღერა ეს მისთვის. ალბათ კი არა, დარწმუნებული ვარ, ის ერთადერთი ბავშვია, რომელსაც მამა უმღერის ძილის წინ იავნანას. თქვენ ხართ ერთადერთები და პირველები, რომელიც იავნანას ავტორს ჩემს გადაცემაში გაიცნობს. დეკანოზი თამას ჩოხელი სტუდიაში. პირველად ნახე მამის მიერ შესრულებული იავნანა. სხვა გადაცემას გაგმოვდით და დათო არჩვაძე მოგვასმენია, რაზეც ყველა გავოცდით. იცით რა არის? შვილი ყველას ერთნაირად უყვარს ალბათ, მაგრამ განსაკუთრებით, როდესაც ავად არის შვილი, ორმაგდება ეს სიყვარული რა და მე შვილი ავად მყავს და ჩემმა შვილმა დაკარგა ავადმყოფობის გამო მხედველობა და ძალიან მიყვარს და მინდოდა მისთვის რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა რა და ესე შეიქმნა მამის იავნანა, რომელიც მთელი გულით დავწერე და ჩემი გულის ტკივილი ჩავაქსოვე იქ რა და მინდა ვისარგებლოთ აქ ყოფნით და უთხრა ყველა ადამიანს, ვისაც შვილი ცუდად ყავს, რომ ყველაფერი არ მთავრდება აქ და ცხოვრება გრძელდება რა, ჩვენ უნდა ვიცოცხლოთ, გავიღიმოთ და ჩვეულებრივ ვიცხოვროთ და ჩვენი გულის ტკივილი რაც გვაქვს გავუძლოთ, როდესაც ჩემს შვილს გულში ჩავიკრავ, მისი გულის ცემა ჩემში გადმოდის, მისი სითბო მათბობს და ეს მაძლებინებს, რომ რა ვიცი, სხვებს დავეხმარო, სხვა ადამიანებს რა. Luca. Vine a vorbi, apa? Caizati. ხშირად არ. მაგრამ მისთვის გიმღერიათ იავნანა. დიახ. ეს როდის ხდება, როდესაც ძალიან გიჭირთ, ან როდესაც ძალიან უჭირს ბავშვს? რა ვიცი, როდესაც მაგას ვერ გეტყვით, აი. ზოგჯერ. 29 წლის იყავით, როდესაც კაბა ჩაიცვით. დიახ. რატო?
მიცით რა არის, სულ ჩემს ბავშვობაში არ იყო სასულიერო ლიტერატურა ადვილად ხელმისაწვდომი არ იყო და დედაჩემი გვზდიდა სულ ღვთისმოშიშებად და ისე ვიზდებოდით რომ კეთილები ყოფილიყავით და არაფერი დაგვეშავებინა ისეთი სიბოროტე არ გაგვექნა არავისთვის და სულ მორიდებული ბავშვი ვიყავ და სულ მაინტერესებდა ხოლმე აი ეს ეკლესიაც არ იყო მოქმედი და ცეცხლობდი მე გავიზარდე თიანეთში და ისე პატრიარქის გავლენაც გაქვს წარმოშობით გუდამაყრიდან ვარ წარმოშობით დიახ და სულ დავდიოდი და თადათან გავერკვია ამ ანუ რწმენ დავახლოვდი დიახ თაში განსაკუთრებულად გულში აქვს შინაგანი რწმენა აქვს შინაგანი შეიძლება ლოცვების ეპარქიად არ იცოდნენ მაგრამ დღეს საბედნიეროდ ხელმისაწვდომია ყველასთვის ლოცვები და ეკლესიურად ცხოვრება ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის რომ ჩემი გადაცემის სტუმარი ხარ იმისთვის რომ შემიძლია თამამად თქვა რომ პირველად დღეს ჩემი მაყურებელი მოისმენს მამის იავნანას ამისთვის სტუდიაში თეატრალური კვარტეტი უნდა შემოვიდეთ და დათო არჩვაძე რომელსაც დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ გადაცემისთვის